მოგესალმებით ყველას. დღეს გვექნება მე-9 კვირის პირველი ლექცია. ნელ-ნელა უახლოვდებით ჩვენი კურსის ბოლო ფაზას, სადაც ვაგრძელებთ AWS Cloud არქიტექტურის შესწავლას, მისი კომპონენტების გაცნობას და თანდათან ვაწყობთ უფრო და უფრო კომპლექსურ processing pipeline-ებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ესა თუ ის პროდუქტი რეალურად ვაქციოთ. დღეს გვექნება საუბარი ასინქრონულ დიზაინზე. ეს არის, ასე ვთქვათ, არქიტექტურული მიდგომა, რომელიც შეგვიძლია ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ძიმე პროცესინგის მქონე ამოცანისთვის გამოვიყენოთ. ეს არ არის უნიკალური AWS-ისთვის, თემები, რასაც დღეს შევეხებით, შეგვიძლია ნებისმიერ cloud პლატფორმაზე გამოვიყენოთ, შეგვიძლია საერთოდაც ლოკალურ დეველოპმენტში გამოვიყენოთ, ან on-prem სერვერზე. ვიხილავთ, რომ უპირატესობები, რასაც ვიღებთ ამ არქიტექტურით და მიდგომით, არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და პროდუქტის შექმნაში და მის, ასე ვთქვათ, თანდათან maintenance-ში და life cycle-ში, ანუ ცხოვრების ციკლში, გვიმარტივებს მრავალ ამოცანას. შეგახსენებთ, რომ ეს არის მეორე კვირა, რაც ვეუფლებით AWS-ის სისტემებს. ჩვენ წინაზე განვიხილეთ AWS-ის მანქანური სწავლების სერვისები, როგორც არის SageMaker-ი, Bedrock-ი და სხვადასხვა მზა სერვისი. ამ ცოდნას ჩვენ დღესაც გამოვიყენებთ და თანდათან ამ კომპონენტების გამოყენებით ავაწყობთ მთლიან არქიტექტურას. მართალია დღეს მაგალითისთვის გამოვიყენებთ AWS-ის სერვისებს და მათ სახელებს, თუმცა გამმეორდები, რომ ეს თითოეული კომპონენტი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ, შეგვიძლია ალტერნატიული გამოვიყენოთ, არ ვართ ვალდებული, რომ ეს იყოს AWS-ის ინფრასტრუქტურა. ლექციის თანმიმდევრობით მე თითოეული კომპონენტის, ასე ვთქვათ, ალტერნატივებსაც შემოგთავაზებთ, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და შექმნათ თქვენთვის სასურველი პროცესინგის არქიტექტურა. კოდის მაგალითისთვის დღეს გამოვიყენებ ასეთ რეპოზიტორის CDK patterns. აქ მოცემულია რამდენიმე ტიპის არქიტექტურა, იქნება ეს მიკროსერვისები, იქნება ეს ტრადიციული უფრო მონოლითური სისტემები. და ეს მაგალითები მთლიანად განიხილავს, როგორ შეიძლება ესე თუ ის პროექტი შევქმნათ და ვამუშაოთ AWS-ზე. ჩემი აზრით საკმაოდ გამოსადეგი რეპოზიტორი არის და ლინკი იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი. კარგი, შევუდგეთ. რა არის, ასე ვთქვათ, საერთო არქიტექტურებში, რაც შეიძლება შევხვდეს, სადაც შეიძლება ვამუშავებდეთ user-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და სადაც გვიწევს, ასე ვთქვათ, შედარებით ხანგრძლივი და მძიმე პროცესინგი ჩავატაროთ ამ მონაცემებზე. აი შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი არქიტექტურა, რაც შეიძლება არაერთხელ შევხვედრიათ ან შეგირნიათ კიდეც, სადაც გვაქვს რაღაც API, რომელიც user-ის inputs ელოდება. ეს შეიძლება იყოს უშუალოდ user-ისგან მომავალი, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა აპლიკაციისგან მომავალი. რეალურად ტრიგერი, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას, რომ user სურს რაღაც ამოცანის გადაჭრა. შემდეგ ვაკეთებთ გამოთვლას, შედეგებს ვინახავთ და ვაწვდით user-ს შედეგს. ამას შეიძლება უწოდოთ ესეთი ტრადიციული სინქრონული პროცესინგი. როდესაც ასეთ თანმიმდევრული ნაბიჯებით ვიღებთ შედეგს და user-ს უბრუნებთ პასუხს. აქ შეიძლება პასუხისმგებლობები რამდენიმე მიმართულებით დავყოთ. მაგალითად API შეიძლება დაევალოს ნებისმიერი თემა, რაც ეხება უსაფრთხოებას, ანუ რომელ user-ებს ან აპლიკაციებს ექნებათ ცდომა ამ API-ზე. Routing-ი, ანუ სად წავიდეს ესა თუ ის ბრძანება და რეკვესტი. და ის გააგზავნის შესაბამისად ჩვენ გამოთვლით მოდულში. ანუ იმ თავარ კოდში, რომელზეც მუშაობთ. შემდეგ გვაქვს, ასე ვთქვათ, მონაცემთა ბაზა, სადაც შეიძლება ეს შედეგები შევინახოთ, მომხმარებელს მომავალში თუ დაჭირდება ისე ვაჩვენოთ, ანუ რაც უკვე
ასე ვთქვათ, data layers საკუთარ თავზე იღებს. შუაში გვხვდება ასეთი კომპიუტერ ერთეული, რომელიც რეალურად უკვე მოიცავს ყველაფერ დანარჩენს. და დამეთანხმებით პასუხისმგებლობების ჩამონათვალი შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი. ეს გულისხმობს გამოთვლებსაც, ეს გულისხმობს ბიზნეს ლოგიკასაც, ეს გულისხმობს რეალურად ნებისმიერი პროცესინგის თანმიმდევრობას და სისწორეს. ანუ რეალურად ხედავთ, რომ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვს აკიდებული ამ მთავარ კომპიუტერ ერთეულს, სადაც შეიძლება ბევრი რამე არასწორად წავიდეს, ან არა ისე, როგორც ჩვენ მოვედით. აი მაგალითად, თუ შეიძლება რამე პრობლემა მოხდეს ამ კომპიუტერ ლეიერზე, მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე, მაგრამ ძირითადად არის, იმიტომ რომ ამ ერთეულში ცხოვრობს ჩვენი კოდი. ჩვენი კოდი არის უშუალოდ რისკის მატარებელი, გარდა იმისა, რომ ჩვენ მასში შეიძლება ჩავდოთ მთელი ჩვენი სული და ძალისხმევა, მას ევალება როგორც ბიზნეს ლოგიკის ცოდნა, ან ბიზნეს ლეიერიც მათ არსებობს, ტექნიკური ან კომპიუტინგ ლეიერიც მანდ არსებობს, error handling-იც მას ევალება, ბაზასთან ურთიერთობაც მას ევალება. ანუ ფაქტობრივად კონსოლიდაციას ვაკეთებთ ყველა შესაძლო სუსტი წერტილის ერთ მონოლითურ კომპონენტში. აქ რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, რომ კოდი უშუალოდ ცუდი არის, თუმცა რისკები რა თქმა უნდა მატულობს. როდესაც ასეთი თანმიმდევრობით და ასეთი დაყოფით ვაკეთებთ გამოთვლით ოპერაციებს. ამიტომ ასეთ ასინქრონულად რომ მიუდგეთ და შემოგთავაზოთ სხვადასხვა ამოცანის გადაჭრის უფრო მარტივი საშუალება, შეგვიძლია შევხედოთ შემდეგ განლაგებას. რეალურად ხედავთ, რომ storage-მა და კომპიუტერ ერთეულებმა ადგილი გაცვალეს. ანუ რეალურად დიდი არაფერი შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ასეთი მიდგომა, რომ ჩვენ ჯერ ვინახავთ API-სგან შევამავალ ინფორმაციას, შემდეგ ვაპროცესებთ მას ჩვენი კომპიუტერ ერთეულით. ანუ ასე ვთქვათ, ვატრიალებთ პასუხისმგებლობის თანმიმდევრობას. ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, ჩვენ რამდენიმე ნაბიჯს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ მთლიანად ასინქრონული არქიტექტურა დღეს, ნახავთ რა კომპონენტები და რა პასუხისმგებლობები შეგვიძლია დავყოთ ქვე კომპონენტებად და უფრო ეფექტურად ვაკონტროლოთ ჩვენი პროცესინგი. რას ვიგებთ ასეთი თანმიმდევრობით? ერთს ვიგებთ იმას, რომ ჩვენ user-ისგან შემომავალი request-ი იმ წამსვე შევინახეთ მონაცემთა ბაზაში. ეს გვაძლევს რამდენიმე უპირატესობას. ეს არის ჯერ ერთი სანდოობა, რომ თუ ჩვენ პროცესინგში რამე შეცდომა დავუშვით, თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ მოველით, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ესეთი სანდო ივენთების საცავი, event store, სადაც გვაქვს შენახული user-ის მიერ მოთხოვნილი request-ები. ეს უკვე მოიცავს რამდენიმე ეს უკვე არის საკმაოდ სენსიტიური ინფორმაცია user-ისგან შემომავალი input-ი. მისი შენახვა როგორც იმ კუთხით, რომ არის საფრთხილო, მაგრამ ასევე ეს არის ძალიან ძვირფასი ინფორმაცია. თუ რა მოთხოვნები იყო გაკეთებული, ეს შეგვიძლია უკვე გამოიყენოთ როგორც ასეთი ისტორიული ჩანაწერი, რომ ესეთი მოთხოვნა მოხდა. შემდეგ ეს გვაძლევს საშუალებას იმას, რომ პასუხი რეალურად სწრაფად დავაბრუნოთ. დღეს რეალობა არის ისეთი, რომ პროდუქტი უნდა იყოს მაქსიმალურად რეაქტიული. ანუ სწრაფი და კავშირი მომხმარებელს და backend შორის იყოს უნაკლო სწრაფი. ამის მიღება შეგვიძლია იმის გამოყენებით, რომ ჩვენ შეგვიძლია მომხმარების request-ი შევინახოთ, შევატყობინოთ მას, რომ მისი request-ი არის მიღებული და მზად ვართ დასამუშავებლად. ალტერნატიული სხვაობა იქნებოდა, რომ მაგალითად user-ს გააკეთებინა request-ი, ჩვენ ვიწყებთ დათვლას, რაც შეიძლება იყოს გაურკვევლად ხანგრძლივი პერიოდი. user-ი ჯერ კიდე ელოდება response API-ისგან, ანუ რეალურად ეს არის ასეთი ნაბიჯ-ნაბიჯ სინქრონული პროცესინგი. რაც გვაძლევს იმას, რომ user-ისთვის user interface შეიძლება იყოს გაშიშებული. შეიძლება ვერ ხდებოდეს request-ი გაკეთდა, არ გაკეთდა, წარმატებულია, არ არის წარმატებული. იქნებ კავშირი გაწყდა, იქნებ რაღაც სხვა პრობლემა არის. ეს ყოველთვის იწვევს user-ში დამოკიდებულებას, რომ პროდუქტი არ მუშაობს, პროდუქტი ნელია.
და რეალურად კარგავთ მომხმარებელს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღეს აა, პროდუქტის სისწრაფე და ასე ვთქვათ, სწრაფი ფიდბექი და ჯილდო იუზერისთვის არის შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მთლიან პროდუქტში. ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ იუზერის რეკვესტი შევინახოთ და მალევე დაუბრუნოთ პასუხი, რომ თქვენი მოთხოვნა მიღებულია, ვიწყებთ დამუშავებას. შემდეგ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ პროცესინგი დავშალოთ ქვეამოცანებად. ეს შეიძლება იყოს აა გაპარალელება იმ კუთხით, რომ თითოეული ეს კომპონენტი სხვადასხვა ამოცანას აგვერებს. შეიძლება ეს იყოს ასინქრონული პროცესინგი იმ კუთხით, რომ თვითონ ამოცანა დავშალეთ ქვე კომპონენტებად და შეგვიძლია n რაოდენობის, ასე ვთქვათ, worker-ი გამოვყოთ, რაც გვაძლევს რამდენიმე უპირატესობას. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია დინამიურად გავზარდოთ ასეთი worker-ების რაოდენობა, იმის და მიხედვით რამდენი რეკვესტი შემოგვდის. ჩვენ ასევე შეგვიძლია ეს ვაკონტროლოთ ასინქრონულად და რეალურად ამოცანა დავყოთ ქვე კომპონენტებად, რომლებიც ბევრად უფრო ადვილად გვარდება. რეალურად ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რთული ამოცანები უფრო სწრაფად დავამუშავოთ, უფრო დინამიურად დავამუშავოთ, არ ვიყოთ ლიმიტირებული ერთი გამოთვლითი კომპონენტით, არამედ შეგვეძლოს, ასე ვთქვათ, ასინქრონულად, ანუ ჩვენ უკვე იუზერის მოთხოვნას უპასუხეთ და ასე post processing, ანუ შემდგომი ნაბიჯში ვაკეთებთ ამოცანის კომპონენტებად დაშლას და დამუშავებას. ეს გვაძლევს რიგ უპირატესობებს. გარდა იმისა, რომ ამოცანა დავშალეთ უფრო მარტივ ქვე კომპონენტებად და გავაპარალელეთ, ჩვენ ასევე გვეძლევს საშუალება, რომ ეს ამოცანები პრიორიტეტებითაც დავყოთ. მაგალითად, შეიძლება ზოგი რეკვესტი იყოს უფრო მაღალ პრიორიტეტული, ზოგი შედარებით დაბალი და ასე ვთქვათ, რიგით შევქმნათ ჩვენი პროცესინგის. არ ვქნათ ისე, რომ ერთი მოთხოვნა ბლოკავს სხვებს. რეალურად შეგვიძლია ვიყოთ დინამიურები, პრიორიტეტები ჩამოვიტანოთ განსჯაში და ასე ვთქვათ, უფრო ეფექტურად დავამუშავოთ თითოეული მოთხოვნა. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რომ როგორ გავაკეთოთ ამის იმპლემენტაცია. ჩვენ ამ იმპლემენტაციას დღეს შევხედავთ AWS-ის არქიტექტურის მაგალითზე და რეალურად შეგვიძლია შევხედოთ ასეთ სამ თავარ ერთეულს. ეს არის Amazon API Gateway, რომელიც რეალურად იღებს ბრძანებას. ეს არის Amazon DynamoDB, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ იუზერის მოთხოვნების შესანახად, როგორც ეს ისტორიული ჩანაწერების ცხრილი. და შეგვიძლია გამოვიყენოთ Lambda ფუნქცია. ჩვენ აქ აი ამ თითოეულ კომპონენტს უფრო სიღრმისეულად გავეცნობით, რა პარამეტრებისგან შედგებიან, როგორ შეგვიძლია ისინი გამოვიყენოთ, რა ალტერნატივები აქვთ მათ სხვადასხვა გარემოში. და რეალურად ვნახავთ, რომ ჩვენი დღევანდელი არქიტექტურული მიდგომა საერთოდ არ არის AWS-თან მიჯაჭვული. ეს ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ ტიპის არქიტექტურაში, ნებისმიერ პლატფორმაზე. ეს არის უფრო მიდგომა თუ როგორ ვამარტივებთ ამოცანას გადასაჭრელად. როგორც ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ კავშირი დავამყაროთ სხვადასხვა კომპონენტ შორის. ისე რომ რეალურად ხაზი კოდის დაწერა არ დაგვჭირდეს. ამ შემთხვევაში Amazon API Gateway არის სერვისი, რომელიც ურთიერთობს უშუალოდ მომხმარებელთან. მომხმარებელს შეუძლია მასზე მოთხოვნის გაგზავნა და ეს მოთხოვნა რეალურად არის შეიძლება იყოს დავარქვათ JSON დოკუმენტი, რაღაც ჩანაწერი, რომ იუზერმა ამ და ამ დროს მოითხოვა ესა და ეს ამოცანა. ჩვენ შეგვიძლია ეს კომპონენტი, ასე ვთქვათ, ხაზი კოდის გარეშე პირდაპირ ჩავწეროთ Amazon DynamoDB-ში. ეს არის მონაცემთა ბაზა, რომელსაც ჩვენ კიდე შევხედავთ და ვიზუალურადაც ვნახავთ, როგორ ინახება მონაცემები იქ. AWS გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ორი კომპონენტი უშუალოდ კოდის გარეშე დავაკავშიროთ ერთმანეთთან. ჩვენ რეალურად კონფიგურაციაში განსაზღვრავთ, რომ ესა და ეს რეკვესტი გაიგზავნოს პირდაპირ ბაზაში. მოხდება ახალი ჩანაწერის ჩაწერა მონაცემთა ბაზაში და შემდეგ შეგვიძლია ის დავამუშავოთ. ეს არ არის ერთადერთი
კომუნიკაციის საშუალება. რეალურად ჩვენ ეს თითოეული კომპონენტი შეგვიძლია ალტერნატივებით გამოცვალოთ და ჩვენ ამას შევხედავთ. და შემდგომი ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ამ მოთხოვნას ჩავწერთ მონაცემთა ბაზაში, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ DynamoDB streams, რაც გულისხმობს მონაცემთა ბაზის ტრანზაქციების ნაკადი. ეს შეიძლება იყოს ახალი მონაცემის ჩაწერა, ეს შეიძლება იყოს რაღაც მონაცემის განახლება, მონაცემის წაშლა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ განსაზღვრავთ თითოეული ოპერაცია, რაც ხდება მონაცემთა ბაზაზე, შეგვიძლია აღვძრათ ახალი ივენთი. რეალურად გულისხმობს, რომ აი მაგალითად ამა და ამ ცხრილში ჩაიწერა ახალი მოთხოვნა. ჩვენ შეგვიძლია ამის მიხედვით აღვძრათ ახალი ივენთი, ანუ მოვლენა, რაც თავის მხრივ გამოიძახებს ლამბდა ფუნქციას. ლამბდა ფუნქცია არის უკვე ჩვენ მიერ დაწერილი კოდი. ანუ რეალურად ამდენი ოპერაცია გავაკეთეთ, მომხმარებლისგან მივიღეთ მოთხოვნა, მომხმარებლის მოთხოვნა ჩავწერეთ მონაცემთა ბაზაში და მისი დამუშავებაც კი დავიწყეთ, ისე რომ, ასე ვთქვათ, ყველაზე სარისკო ჩვენ მიერ დაწერილი კოდი ჯერ არც კი ჩართულა საქმეში. ანუ მომხმარებლის მოთხოვნა არის უსაფრთხოდ შენახული, მანამ სანამ მის დამუშავებას ვიწყებთ. მის დამუშავებას ვიწყებთ უკვე ლამბდა ფუნქციის გამოყენებით, რაც არის ჩვენთვის ნებისმიერი სასურველი პროგრამირების ენით დაწერილი კოდი. ჩვენ მაგალითებს ვიხილავთ, თუმცა რეალურად ეს შეიძლება იყოს ფუნქცია, რომელიც დაწერილია ან Java-ში, ან Python-ში, C#-ში, Node-ში. საკმაოდ ფართო პროგრამირების ენების მხარდაჭერა აქვს ლამბდა ფუნქციას. და ის უკვე განსაზღვრავს აი ეს ახალი ჩანაწერი, როგორ დაამუშავს. და ჩვენ ამას ვიხილავთ. როგორც ვახსენე, Amazon DynamoDB არ არის ერთადერთი საშუალება, რომელთაც შეგვიძლია შევინახოთ მოთხოვნა და გავგზავნოთ ის, ასე ვთქვათ, შემდეგ ნაბიჯზე. შეიძლება გამოვიყენოთ Amazon Kinesis, შეგვიძლია გამოვიყენოთ უბრალოდ S3, სადაც შევინახავთ ფაილს და უკვე ის აღძრავს, გამოიძახებს ლამბდა ფუნქციას. ყოველ შემთხვევაში, ამ კომპონენტების ცვლა შეგვიძლია თვითონ AWS-ის გარემოშივე. უბრალოდ DynamoDB გვაძლევს საშუალებას, რომ ეს მონაცემები ცხრილის სახით შევინახოთ და მას რიგი უპირატესობებიც აქვს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ხედავთ, რომ შენახვა მოდის პირველი და შემდეგ, როდესაც ეს შენახვა წარმატებით განხორციელდება, user-ს შეგვიძლია შევატყობინოთ, რომ თქვენი მოთხოვნა მიღებულია და მუშავდება. შემდეგ გავეცდებით, როგორ ვატყობინებთ user-ს მათი მოთხოვნის პროგრესის შესახებ. ანუ რეალურად ასინქრონული კომუნიკაცია ამას მოიცავს, რომ ჩვენ არ ვალოდინებთ user-ს, ასე ვთქვათ, თითოეულ ნაბიჯს და პროგრესს ვატყობინებთ, ნაცვლად იმისა, რომ user-ი იყოს გაუგებრობაში და ელოდოს მთელ პერიოდს მათი მოთხოვნის დამუშავების. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მაგალითსაც ვიხილავთ. აი მაგალითად განვიხილოთ გსურს ეგეთი პროდუქტის შექმნა, სადაც ვიღებთ მომხმარებლისგან მიღებულ ტექსტს და ენების ჩამონათვალს. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს მოცემული ტექსტი ვთარგმნოთ თითოეულ ენაში და შემდეგ გავახმოვანოთ text to speech მოდელის გამოყენებით. დავუშვათ ეს ჩვენი API ასეთ ფუნქციონალს აწვდის მოხმარებელს. ჩვენი შრომავალი მონაცემი ამ შემთხვევაში გამოიყურება შემდეგნაირად. გვაქვს JSON დოკუმენტი, სადაც გვაქვს პირველ რიგში data, სადაც არის თვითონ მომხმარებლის ტექსტი. ეს შეიძლება იყოს მოკლე ტექსტი, შეიძლება იყოს გრძელი ტექსტი. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს უბრალოდ სამაგალითო პროექტია. ეს შეიძლება იყოს აუდიო ფაილი, სურათი, ფოტო, დოკუმენტი. ეს შეიძლება იყოს მოთხოვნა დიდი ენობრივი მოდელის ჩატბოტისთვის. ანუ რეალურად ნებისმიერი შემომავალი მონაცემი. ასევე ამ მაგალითისთვის გვაქვს ველი, სადაც გვაქვს SIA ენების, რომელშიც უნდა ვთარგმნოთ ეს წინადადება. ამ შემთხვევაში ეს არის ფრანგული, თურქული, გერმანული და კანადური ფრანგული. რეალურად ხედავთ ამ მაგალითში ეს არის 4 ენა, რომელშიც უნდა ვთარგმნოთ. რეალურად შეიძლება იყოს ნებისმიერი რაოდენობის სხვა. შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ ტექსტს ვთარგმნით, ამ შემთხვევაში განვიხილავთ, რომ გსურს მისი გახმოვანება, ანუ ხმოვანი ფაილის შექმნა
და მომხმარებლისთვის უკან გაგზავნა. აა შემდგომ ვიხილავთ, რომ რეალურად ამ ფუნქციის გაზრდა და ახალი ფიჩერების დამატებაც კომფორტულად შეგვიძლია, თუმცა ამ დროისთვის ამით შემოვიფაროთ. სინქრონული ვარიანტი განვიხილოთ ჯერ. ისეთი ვარიანტი, რომელიც შეიძლება ბევრ მონოლითურ ან არსებულ legacy პროექტებში შექმნას. მართალია ჩვენ აქ AWS-ის კომპონენტებს ვიყენებთ, თუმცა მსგავსი კომპონენტები ნებისმიერ სხვა პროექტში შექმნათ. ეს არის API, ასე ვთქვათ, საკომუნიკაციო ლეიერი, შრემ, რომელიც უშუალოდ user-თან ურთიერთობს. ეს არის ის გამოთვლითი ჩვენი მთელი კოდი, რომელიც რეალურად მოველით რომ ყველაფერს აგვარებს. და რაღაც მესამე third party service. ჯერ განვიხილოთ, როგორ მოიქცევა სინქრონული processing-ის pipeline. ეს ჩვენი request-ი, რაც მოიცავს მომხმარებლის ტექსტს და ენების ჩამონათვალს, იგზავნება რაღაც ფუნქციაში. ამ შემთხვევაში ეს არის lambda ფუნქცია. ეს ყველაფერი ხდება კომუნიკაციის შრის გამოყენებით, აი როგორც ხედავთ აქ სხვადასხვა კომპონენტი გვაქვს AWS Amplify, Amazon API Gateway, Amazon Cognito. შეგვიძლია გავეცნოთ თითოეული ეს კომპონენტი რას აკეთებს. მაგალითად Amplify-ის შემთხვევაში ის არის პასუხისმგებელი CI/CD, ანუ Continuous Integration and Continuous Deployment pipeline-ებზე არის პასუხისმგებელი. ასევე აკეთებს კოდის ტესტირებას და builds. შეუძლია GitHub-თან ან code commit-თან კავშირი. აქვს ხარდაჭერა საკმაოდ დიდი production გარემოების მართვის და multi-branch deployment. ორ შემთხვევაში ეს კომპონენტი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი კოდის და პროექტის უახლესი ვერსია, ან ის ვერსია, რომელიც გვჭირდება, იყოს ასე ვთქვათ, user-ის API-ის შრეში წარმოდგენილი. შემდეგი ერთეული, რაც არის API Gateway, რეალურად აკეთებს მოთხოვნების მიღებას. ამაში იგულისხმება როგორც აუთენტიფიკაცია და ავტორიზაცია, ანუ users აქვს თუ არა, ანუ user-ი არის თუ არა დარეგისტრირებული მომხმარებელი, თუ აქვს მოთხოვნა, თუ აქვს უფლება ამ მოთხოვნის გაკეთების. throttling-ი, რაც გულისხმობს, რომ შეგვიძლია შევზღუდოთ, რამდენი მოთხოვნა შეგვიძლია მივიღოთ user-ისგან დროის ერთეულში. Caching-ი, რაც გულისხმობს, რომ თუ მსგავსი მოთხოვნა უკვე გვაქვს დამუშავებული, ჩვენ შეგვიძლია აღარ შევაწუხოთ დარჩენილი სერვისები და გამოვიყენოთ ესეთი დამახსოვრებული პასუხი. SSL offloading, custom domains, ანუ რეალურად ნებისმიერი თემა, რაც დაკავშირებულია API Gateway-სთან, ეს მოდული იქნება პასუხისმგებელი. Amazon Cognito, რაც გულისხმობს უკვე user pool-ებს, ანუ მათ authorization levels, ანუ ის არის ჩვეულებრივი მომხმარებელი, ის არის admin-ი, უკვე custom domain-ებზე და scope-ებზე, ანუ რა ფუნქციონალის რა ნაწილზე აქვს მომხმარებელს ცდომა, მაგას განაგებს. გვაქვს Lambda, რომელიც უკვე სიტყვიერად ვახსენეთ. მრავალი პროგრამირების ენის მხარდაჭერა გვაქვს. შეუძლია ავტომატურად მასშტაბირდეს. ანუ თუ ჭირდება ერთი ფუნქციის გამოძახება, ის იქნება ერთადერთი ინსტანსი, შეგვიძლია ის მრავალჯერადად გამოვიძახოთ. ის უნდა აღინიშნოს, რომ lambda ფუნქცია ფასის კუთხით დამოკიდებულია მთლიანად იმაზე, თუ რამდენად ვიყენებთ. ანუ კლასიკური სერვერის ან EC2 შემთხვევაში თუ ჩვენ გვაქვს ფიქსირებული ფასი მის სამუშაოდ, lambda-ს შემთხვევაში ჩვენ ვიხდით მხოლოდ იმ დროში, რაც lambda ფუნქცია არის აქტიური. შესაბამისად, ეს არის უფრო დინამიური მიდგომა. ჩვენ შეგვიძლია მეტი ან ნაკლები lambda ფუნქცია გამოვიყენოთ დროის ნებისმიერ მონაკვეთში და რეალურად ფასიც დაგვიჯდეს პროპორციული და უფრო სამართლიანი, ვიდრე იქნებოდა ერთი ფიქსირებული სერვერის შემთხვევაში. რეალურად pay for only what we use. რასაც ვიყენებთ, იმაში ვიხდით. ასეთ მიდგომაში
ასე ვთქვათ, სინქრონულ არქიტექტურაში ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა მოთხოვნა მოდის ჩვენ რაღაც ესეთ ცენტრალურ კოდში. ის უკვე აგზავნის მოთხოვნას Amazon Translate-ზე, თუ გახსოვთ, წინა ლექციაზე ჩვენ ამ სერვისს შევხედეთ, ეს არის სერვისი, რომელიც გვთავაზობს თარგმნის ოპერაციას. ამ შემთხვევაში რახან სურს მრავალი ენის გამოყენება ჩვენ რეალურად მოგვიწევს მრავალი რეკვესტის გაკეთება ამ სერვისზე. ეს სერვისი არის შედარებით სწრაფი, ანუ რეალურად ვაწვდით ტექსტს და გამომავალ ენას და ის მოგაწვის თარგმნილ შედეგს. ამ მიღებული შედეგების შემდეგ გაგზავნა შეგვიძლია მაგალითად Amazon Polly, ესეც განვიხილეთ წინა ლექციაზე, ეს არის სერვისი, რომელიც ტექსტს აქცევს აუდიო ფაილად, MP3 ფაილად. აქაც რახან გვაქვს 4 თარგმანი, 4 სხვადასხვა ტექსტი, აქაც მოგვიწევს 4 რეკვესტის გაკეთება. Translate-ისგან განსხვავებით, Polly უკვე უფრო ძიმე მანქანური სწავლების მოდელია, მეტ დროს მოითხოვს თითო რეკვესტზე. სპეციალურად მინდოდა ესეთი სხვადასხვა ვარიანტი შემომეთავაზებინა, სადაც გვაქვს როგორც სწრაფი სერვისები, ასე შედარებით ნელი. რომ რეალურად დავინახოთ უპირატესობა, რასაც ვიღებთ ასინქრონულ მიდგომაზე გადასვლისას. შემდეგ მიღებული ეს ჩვენი აუდიო ფაილები შეგვიძლია შევინახოთ ეს სამ ბაკეტში, ანუ ფაილის შენახვის გარემოში. და შემდგომ, როდესაც ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ჩავწეროთ მონაცემთა ბაზაში. თუმცა ვხედავთ, რომ აი რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია ერთ ლამდა ფუნქციას. მან უნდა დაამყაროს კომუნიკაცია თითოეულ სერვისთან, მართოს ბიზნეს ლოგიკა, რაც გულისხმობს, სად წაიღოს მოთხოვნა, სად შეინახოს შედეგები. შემდეგ ეს ყველაფერი შეინახოს მონაცემთა ბაზაში. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ლამდა ფუნქცია მას უწევს, რომ აქტიური იყოს თითოეული ამ გამოძახების სერვისის გამოძახების დროს. ის აკეთებს მოთხოვნას, ელოდება, აკეთებს სხვა სერვისთან მოთხოვნას, ელოდება და ასე შემდეგ. ეს უკვე გვაწვის იმას, რომ ვალოდინებთ მომხმარებელსაც, რომ მთელი ეს მისი პროცესინგი დასრულდეს. ეს ასევე გვიზრდის ფასს, რადგან მთელი ეს დრო ლამდა ფუნქციას უწევს, რომ იყოს აქტიური და ელოდოს შედეგებს. ასე ვთქვათ, ორკესტრირება გააკეთოს ჩვენი ნაბიჯების. და კიდე ერთი მინუსი. ნებისმიერი ეს ფუნქციონალი რომ ჩავარდეს, არ იმუშაოს ისე, როგორც ჩვენ მოველით. ანუ აღმოჩნდეს, რომ Flow-ში არის რაღაც შეცდომა. რეალურად შეიძლება დავკარგოთ მთელი მომხმარებლის მოთხოვნა. აი მაგალითად, ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არასწორად არის ფორმატირებული მონაცემი, ან არასწორად ჩავაწოდეთ რაღაც ენის კოდი. ან მაგალითად, რაღაც ენის კოდი აღარ არის ხარდაჭერილი სერვისის მიერ. რეალურად აღმოჩნდება, რომ ჩვენი ეს მთელი pipeline-ი ჩაიშლება. ჩვენ იუზერისთვის გვიწევს შევატყობინოთ, რომ ბოდიში თქვენი მოთხოვნა ვერ დამუშავდა ამა და ამ შეცდომის გამო. და რეალურად შენახულიც კი არ გვაქვს ის მოთხოვნა, რომელიც მომხმარებელმა გააკეთა. ანუ არც კი მივედით იმ ბოლო სტადიამდე. და რიგი პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს ამის გამო. ანუ ვერ ვაკეთებთ თავიდან რეკვესტის გაკეთებას. უკვე მოგვიწევს, რომ იუზერს ხელახლა გავაკეთებინოთ იგივე რეკვესტი. უთხრათ, რომ უკაცრავად ეს შეგვეშალა და იქნებ კიდე ერთხელ მოითხოვოთ. ანუ იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ ეს კლიენტ აპლიკაცია შეიძლება ინახავს მოთხოვნას და იქნებ თავიდან გამოგვიგზავნოს. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ ინახავს და მომხმარებელს თავიდან აქვს შესაყვანი მოთხოვნა. ანუ ფაქტობრივად არ გვაქვს საშუალება, რომ ეს ისტორიული ერთეული გქონდეს, რომ მოთხოვნა მოხდა და რა იყო ეს. დებაგის გაკეთებაც უფრო რთული არის. რეალურად ჩანაწერი გვაქვს მხოლოდ ლოგები, ანუ ლოგ მესიჯები და გვიწევს ასე ვთქვათ გამოძიება და ამ რეკვესტის დევნა თუ რატო ჩაიშალა ის. ანუ ხედავთ, რომ რიგი პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს. აი მაგალითად რო შევხედოთ რა მონაცემების შენახვა შეგვიძლია Amazon DynamoDB-ში. აი შეგვიძლია შევხედოთ აი ესეთ screenshots მონაცემთა ბაზიდან. აქ ხედავთ თითოეულ მოთხოვნას, რომელიც გაკეთდა.
მოთხოვნის შედეგებს, მაგალითად აი გერმანულად ნათარი მიწიანდება, ფრანგულად ნათარი მიწიანდება, ასე შემდეგ. აა ასევე შეგვიძლია შევიხედოთ ეს სამში ფაილების მართვაში და შენახვაში, სადაც ხედავთ ჩვენ მიერ დაგენერირებულ 4 MP3 ფაილს, აუდიო ფაილს თითოეული ენისთვის. ეს არის რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი კარგად იმუშავებს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეს შედეგები შევინახეთ. თუმცა ისევ და ისევ შეიძლება ეს ასე არ მოხდეს. შეცდომები ხდება როგორც კოდის დონეზე, ადამიანური შეცდომები, შეცდომები ხდება სერვისების დონეზე, როდესაც რაღაც სერვისი შეიძლება ან შეიცვალოს, ან არ იყოს ხელმისაწვდომი, ან ისე არ მოქმედებდეს როგორც ჩვენ მოველით. ანუ რეალურად სარისკო და ჩაშლის წერტილი საკმაოდ ბევრი არის ამ არქიტექტურაში. როგორ მოვიცეთ ისე, რომ გადავაწყოთ ეს არქიტექტურა, რომ ეს რიგი პრობლემები გადავჭრათ და რეალურად უკეთესი გავხადოთ ჩვენი resilience, ანუ გამძლეობა ჩაშლილი რეკვესტების შემთხვევაში. ამისთვის შეგვიძლია გამოვიხილოთ ასინქრონული არქიტექტურა. როგორც აქამდე მოკლედ მოვყევით, ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება მოთხოვნის შენახვა. ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ მომხმარებელისგან მოთხოვნა, შევამოწმეთ, რომ ამ მომხმარებელს აქვს ამ მოთხოვნის გაკეთების უფლება, რომ აკმაყოფილებს ყველა პირობას. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მისი შენახვა მონაცემთა ბაზაში. ამ შემთხვევაში DynamoDB-ს ვიყენებთ რიგი მიზეზების გამო. არ ვართ ვალდებული, თუმცა მას აქვს რიგი უპირატესობები, რისთვისაც ასეთი ფუნქციონალისთვის საკმაოდ გამოსადეგია. DynamoDB გვაძლევს key value store მონაცემთა ბაზას. რაც გულისხმობს, რომ თითოეულ ჩანაწერზე გვაქვს ამ ჩანაწერის key, ანუ იდენტიფიკატორი და value, ანუ მისი მნიშვნელობა. საკმაოდ მასშტაბირებადი და ასე ვთქვათ, სტაბილური მონაცემთა ბაზა არის, რომელსაც გვთავაზობს Amazon Cloud Platform. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მაინც მათ მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი SQL სერვერი, MySQL, შეიძლება იყოს MongoDB, შეიძლება იყოს Postgres, შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, მაგალითად Redis. მონაცემთა ბაზა, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ეს მოთხოვნები ეფექტურად შევინახოთ და ჩავიწეროთ. მოგესალმებით, რომ ასეთი მოთხოვნების სიხშირე და რაოდენობა შეიძლება იყოს რაღაც მომენტებში დაბალი, რაღაც მომენტებში მაღალი. ასე რომ ასეთი ჩაშენებული მასშტაბირება საკმაოდ გამოსადეგი არის ამ შემთხვევაში. ის ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ იყოს გლობალური, კონდეს ავტომატურად სინქრონიზაციის საშუალება სხვადასხვა რეგიონებში, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მონაცემთა ბაზა იყოს წვდომადი და აკმაყოფილებდეს ACID პრინციპებს, რომელიც ერთ-ერთ ჩვენ წინა ლექციაშიც განვიხილეთ. რეალურად შეგვიძლია მომხმარებლის მოთხოვნა შევინახოთ პირდაპირ მონაცემთა ბაზაში და შემდეგ DynamoDB Streams-ის გამოყენებით უკვე აღვძრათ ამ პროცესინგის მომავალი ნაბიჯები. როდესაც შემოგვივა აი ამ მოთხოვნების სია, ის ავტომატურად აღძრავს, შეგვიძლია ასე დავაკონფიგურიროთ, რომ აღძრას თითოეული ჩანაწერისთვის ახალი ივენთი, რაც გამოიწვევს lambda ფუნქციის გამოძახებას. მაგალითად, მას შეგვიძლია stream reader-ი დავარქვათ, ის კითხულობს ამ თითოეულ მოთხოვნას და მიმართავს Amazon Event Bridge-ში. Event Bridge-ი ამ შემთხვევაში ეს არის Amazon-ის მიერ მოწოდებული კომპონენტი, რაც გვაძლევს საშუალებას ესა თუ ის ივენთი მისი წყაროს დამოკიდებულებით გავგზავნოთ სხვადასხვა მიმართულებით. აქ კარგი არის ის, რომ თითოეული მოთხოვნისთვის ეს lambda იქნება ცალკე, ანუ იმის მიხედვით, რამდენი მოთხოვნაც გვაქვს, მის პროპორციულ რაოდენობის lambda ფუნქციებს ვიძახებთ და ასე ვთქვათ, ვაგზავნით უკვე შემდეგ საფეხურში, ამ შემთხვევაში event bridge-ში, რომელიც
გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორი მიმართულებით გავგზავნოთ ესა თუ ის მოთხოვნა. როგორც ხედავთ, განსხვავებით წინა ლამდა ფუნქციისგან, რომელიც აკეთებდა მრავალ რაღაცას, ამ შემთხვევაში ამ ლამდა ფუნქციის ამოცანა არის საკმაოდ მარტივი. აიღე ახალი ჩანაწერი და გაგზავნე event bridge-ში. ანუ როგორც ხედავთ, უკვე თითო პასუხისმგებლობაზე გადავდივართ თითოეული კომპონენტისთვის. შემდეგი ნაბიჯი შეგვიძლია იყოს თვითონ თარგმნის ტრიგერი, translate lambda ფუნქცია, რომელმაც იცის ურთიერთობა ამ შემთხვევაში Amazon Translate-თან. თუმცა აქაც არ ვართ ვალდებულები, რომ Amazon Translate-ი გამოვიძახოთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი კომპონენტი. მაგალითად, SageMaker კომპონენტი, სადაც ჩვენი პირადი მანქანური სწავლების მოდელი არის წარმოდგენილი. ეს შეიძლება იყოს Bedrock-ი, ანუ დიდი ენობრივი მოდელი, რომელიც ელოდება requests. ეს საერთოდ შეგვიძლია იგივე არქიტექტურა ჩვენ სერვერზეც გამოვიყენოთ და ეს იყოს მაგალითად ოლამას ინსტანსი, რომელსაც მოდელი იქნება ჩატვირთული და მზად არის მოემსახუროს მოთხოვნებს. ანუ რეალურად ხედავთ, რომ იგივე მიდგომა შეგვიძლია სხვადასხვა კომპონენტებზე გამოვცადოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს Amazon Translate-თან, სერვისი, რომელიც როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ სწრაფია, ვაწვდით წინადადებას და ბრაინაში გვითარგმნოს, და ჩვენ მას ამ თარგმნას მოგვაწვდის, შეგვიძლია პირდაპირ შევინახოთ მონაცემთა ბაზაში. ანუ რეალურად გვაქვს მოთხოვნა, სადაც რომელსაც ნელ-ნელა ვუმატებთ ახალ ჩანაწერებს, რაც არის ჩვენი გამოთვლის შედეგები. ასევე ჩვენ შეგვიძლია Amazon Event Bridge-ის მეშვეობით, როდესაც ვნახავთ, რომ ესეთი გადათარგმნილი შედეგები DynamoDB-ში უკვე ჩაიწერა, აღვძრათ ტექსტის გახმოვანების სერვისი. ამ შემთხვევაში ეს იქნება რაღაც აუდიო ლამდა ფუნქცია, რომელმაც იცის უკვე Amazon Police-თან ურთიერთობა. ისევ და ისევ ჩვენ ეს კომპონენტი შეგვიძლია გამოვცვალოთ, გახმოვანების სხვა მოდელი გამოვიყენოთ, თუნდაც სულ სხვა მომწოდებლის. არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ესეთი კომპონენტი დამოუკიდებლად შევქმნათ თარგმნის კომპონენტისგან. ანუ აქამდე თუ თარგმნა და გახმოვანება იყო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი ჩვენ წინა მონოლითურ არქიტექტურაში, ამ არქიტექტურაში, ასე ვთქვათ, ესეთი მიკრო სერვისები გვაქვს, თითოეული პასუხისმგებელი თავის პატარა ამოცანაზე, რომელიც შეგვიძლია ასე ვთქვათ გადავაჯაჭვოთ და მართოთ event driven არქიტექტურით. ანუ რეალურად პროცესინგის ტრიგერი, ანუ დამწყები, იქნება ესა თუ ის ივენთი. იქნება ეს მოხმარებლის მოთხოვნა, იქნება ეს ის, რომ რაღაც შედეგი უკვე მზად არის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ აუდიო ჩანაწერი შეგვიძლია გამოვიძახოთ Amazon Poly. ასე ჩავაწოდოთ ტექსტი, ჩავაწოდოთ რომ ეს ტექსტი უნდა გაახმოვანოს და შედეგები შეგვინახოს რაღაც აუდიო პაკეტში. ეს სამში, სადაც შევინახოთ ჩვენ ფაილებს. უნდა აღინიშნოს ის, რომ ლამბდას აღარ უწევს Amazon Poly-ის ლოდინი, ანუ ფაქტობრივად შეუძლია გაგზავნოს მოთხოვნა და შეწყვიტოს არსებობა. ამ შემთხვევაში Poly უკვე იქნება პასუხისმგებელი, რომ აწარმოოს შექმნას თავისი აუდიო ფაილი, რაც შეიძლება იყოს მძიმე ოპერაცია, რასაც შეიძლება დაჭირდეს წამები, წუთები, დიდენობრივი მოდელების შემთხვევაში თითოეულ request შეიძლება წუთები და მეტიც კი დაჭირდეს. ანუ რეალურად ეს არის, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად არსებული პროცესი, რომელიც ამას აკონტროლებს და დამოუკიდებლად არსებობს იმისთვის, რომ შექმნას ჩვენთვის სასურველი შედეგი. რეალურად ჩვენ შეგვიძლია, როდესაც ამ ჩვენ ეს სამში გამოჩნდება ჩვენი შედეგები, finalize lambda ფუნქცია ვიქონიოთ, რომელიც ასევე ჩაწერს, რომ აი აუდიო ფაილებიც გამზადდა ამადა მისამართზე და ჩავწეროთ მონაცემთა ბაზაში. ანუ რეალურად ხედავთ, რომ განსხვავებით წინა არქიტექტურისგან, კი გვაქვს მეტი lambda ფუნქცია, მაგრამ მათი პასუხისმგებლობა არის ბევრად შემცირებული, ყველას აქვს თავისი მცირე ამოცანა, რომელზეც არიან პასუხისმგებელი. და რეალურად აქამდე ჩვენი lambda ფუნქცია თუ მთლიანი
პერიოდის დროს არსებობდა, ანუ მთელი მოთხოვნის განმავლობაში ის უნდა ყოფილიყო აქტიური, რომ ენახა შედეგი მზად არის თუ არა. და ის რა თქმა უნდა ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაღაც პროცესი არის აქტიური. აქ თითოეული ეს ლამდა არსებობს საკმაოდ ხანმოკლე დროის მანძილზე. მაგალითად, ეს ლამდა ფუნქცია მისი ერთ-ერთი მიზანი არის, რომ event bridge გამოიძახოს წვეთს არსებობას. Translate-ის შემთხვევაში მას, ასე ვთქვათ, მცირე ოპერაცია აქვს შესასრულებელი, ასე რომ ეს იზოლირებულად ეს კომპონენტი არის სინქრონული, თუმცა ეს დიდ სირთულეს ჩვენთვის არ წარმოადგენს, რახან translate ფუნქცია ვიცით, რომ შედარებით სწრაფია. გვაქვს საშუალება ესეთი ცოტა მრავალფეროვანი მიდგომა ქონდეს, ჰიბრიდული, სადაც რაღაც კომპონენტი შეიძლება იყოს სინქრონული, ხოლო რაღაც კომპონენტები შეიძლება იყოს ასინქრონული. და ასე ვთქვათ, ესეთი მიკროსერვისების მიდგომით, ყველას აქვს თავისი დამოუკიდებელი იზოლირებული პასუხისმგებლობა, შეგვიძლია ავაწყოთ ესეთი საკმაოდ კომპლექსური შედეგების processing pipeline. თუმცა ეს არ არის დასასრული. არის კიდე რამდენიმე ამოცანა, რომელიც აქამდე შეგვხვდა სინქრონული არქიტექტურის დროს, რაც გულისხმობდა შეცდომების მონიტორინგს და გამძლეობას შეცდომების მიმართ. ჩვენ აქამდე ვიხილეთ, რომ რამე რომ ჩაშლილიყო, ფაქტობრივად ვეღარ ვაგრძელებდით, ანუ არც retry ფუნქციის გაკეთება შეგვეძლო, ანუ თავიდან ცდის, არც მომხმარებლისთვის იმის მიწოდება თუ რა შეცდომა დაფიქსირდა და რა მიზეზით. აქ შეგვიძლია უფრო დინამიურები ვიყოთ, უფრო გამძლე ამ failover არქიტექტურის კუთხით და ზუსტად ამას გავეცნობით, რომ კიდე რა კომპონენტები შეგვიძლია ჩავამატოთ ამ არქიტექტურაში. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის, რომ adding even more reliability, კიდე უფრო რეზისტენტული და გამძლე გავხადოთ ჩვენი არქიტექტურა. ხო, რეალურად რაც ვიხილეთ, რომ ჩვენ ასე ვთქვათ ბედნიერ სცენარში, როდესაც ყველაფერი კარგად არის, მართლაც ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც გვინდა, ჩვენ შეგვიძლია საბოლოო შედეგები ჩავწეროთ ჩვენ DynamoDB-ში, მომხმარებელს შევატყობინოთ, რომ პროცესინგი დასრულებულია და აგერ როგორც ის აუდიო ფაილები, რომელიც გსურდათ, ასევე ტექსტები, რომლებიც გსურდათ, თუ შენიშნავთ, თარგმნის შედეგები ბეროთ უფრო მალე იქნება ხელმისაწვდომი, რახან რეალურად მარტივი პროცესინგი გვაქვს ამ შემთხვევაში. ჩვენ მომხმარებელს უკვე შეგვიძლია მივაწოდოთ, რომ აი თქვენი ნათარგმნი ტექსტები მზად არის, აუდიო ჯერ მზადდება. ანუ მაგალითად users არ უწევს იმის ლოდინი, რომ მთლიანი შედეგი ერთიანად მიიღოს, ჩვენ თანდათან შეგვიძლია ეს შედეგები მივაწოდოთ მას. და რეალურად ხედავთ, რომ 4 მთავარი ლამდა ფუნქცია გვაქვს ამ შემთხვევაში. რაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ თითოეულს აქვს რაღაცა მცირე კოდი, თავისი მცირე პასუხისმგებლობა და ასე ვთქვათ, error handling-ი. ანუ თითოეულმა იცის, როგორ გავამკლავდეს ამა თუ იმ შეცდომას. თუმცა აქ ხედავთ, რომ ეს error handling-ი მეორდება ამ მრავალი ლამდა ფუნქციის შორის. ჩვენ შეგვიძლია ეს არქიტექტურა კიდევ ერთი ნაბიჯით გავამარტივოთ, ასე ვთქვათ, ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ error handling-ი. ახალი ლამდა შემოვიტანოთ ზუსტად იმისთვის, რომ გავამკლავდეს არასტანდარტულ შეცდომის შემთხვევებს. და რეალურად პასუხისმგებლობის იზოლაცია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ანუ აქამდე ჩვენი stream reader-ი, translate-ი, audio და finalize თუ იყო პასუხისმგებელი როგორც კომუნიკაციაზე, ისე შეცდომების handling-ზე, ახლა შეცდომების handling-ი შეგვიძლია უკვე კიდე ცალკე პასუხისმგებლობა გავხადოთ. რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ჯერ ეს ერთი კოდი ნაკლებად გავამეოროთ, dry principle, don't repeat yourself. და ასევე თითოეული ეს კომპონენტი უფრო მარტივი და გამძლე გავხადოთ შეცდომების მიმართ. ესე იგი, რა გვაძლევს ამის იმპლემენტაციის საშუალებას? ლამდა ფუნქციას გააჩნია ასეთი destinations, lambda destinations, რაც გულისხმობს, რომ როდესაც ის მორჩება ოპერაციას, შემდეგი ნაბიჯი რა გამოიძახოს. და გვაქვს ასეთი ხელსაყრელი დაყოფა, წარმატების შემთხვევაში
რა ფუნქციები გამოიძახოს და წარუმატებლობის შემთხვევაში რა ფუნქცია გამოიძახოს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ლამბდა ფუნქციას აქვს ჩაშენებული retry მექანიზმი, რომ მაგალითად თუ ერთ პირველ ცდაზე წარუმატებლად დასრულდა, მას შეუძლია კიდე ცადოს, ამის დაკონფიგურება ჩვენ შეგვიძლია ცდის რაოდენობების და ასევე იმის დაკონფიგურება შეგვიძლია წარმატების და წარუმატებლობის შემთხვევაში რა ფუნქცია გამოიძახოს. ანუ ფაქტობრივად შეგვიძლია დავამატოთ ასეთი ლეიერი, სადაც თითოეული ლამბდა წარუმატებლობის შემთხვევაში იძახებს ჩვენ error ფუნქციის ლამბდას. თითოეული უკვე იქნება მატარებელი იმისა, თუ რა მოთხოვნაზე მოხდა შეცდომა, რომელ კომპონენტში მოხდა შეცდომა და რა იყო ეს შეცდომა. და პასუხისმგებელი შეცდომის handling-ზე უკვე თითოეული ეს ლამბდა არ იქნება. შეცდომის მოგვარებას პასუხისმგებელი გვაქვს ცალკე ლამბდა. რატო არის ეს? იმისთვის, რომ შეცდომას გავუმკლავდეთ, ეს შეიძლება იყოს საკმაოდ კომპლექსური ამოცანა. User-ს უნდა შევატყობინოთ, რომ შეცდომა მოხდა. ეს შეცდომა უნდა შევინახოთ მონაცემთა ბაზაში. შეცდომაზე შეიძლება სხვადასხვა რეაქცია გქონდეს. ზოგიერთ შეცდომაზე შეიძლება ღირდეს ცდა, რომ თავი დამცოდოთ. ზოგიერთ შეცდომაზე შეიძლება სტატუსი იყოს არაკრიტიკული, კრიტიკული. ასევე ყოველ შემთხვევაში თითოეულისთვის ვიქცევით სხვადასხვაგვარად. შეიძლება ჯობდეს, რომ ადამიანს ან რაღაც ოპერაციულ გუნდს შევატყობინოთ ამ შეცდომის შესახებ და ჭირდებოდეს სასწრაფო რეაქცია. ანუ შეცდომის handling-ი, როგორც ხედავთ, არის ცალკე საკმაოდ კომპლექსური ამოცანა და მას თუ გამოვყოფთ, გვეძლება საშუალება, რომ უფრო ეფექტურად მართოთ ეს შეცდომები. და ეს ლოგიკაც და კოდიც იმის ნაცვლად, რომ თითოეულ ლამბდა ფუნქციას გქონდეს ცალ-ცალკე, შეგვიძლია ესე ვთქვათ, გავერთმნიშვნელიანოთ და ცალკე კომპონენტად გამოვყოთ. შეგვიძლია ეს კომპონენტი ჩავამატოთ ჩვენ არქიტექტურაში, ასე რომ ნებისმიერი შეცდომა, რომელიც დაფიქსირდება ჩვენ ასეთ საკვანძო ლამბდა ფუნქციებში, შეგვიძლია ჩავწეროთ ისევე ჩვენ თავარ მონაცემთა ბაზაში. აქ რეალურად ფიქსირდება, რომ ამა და ამ მოთხოვნაზე, ამა და ამ კომპონენტში დაფიქსირდა ესა და ეს შეცდომა. აქ უკვე შეგვიძლია ავტომატურად გადაწყვეტილების შრეც გქონდეს, მომხმარებელს ვატყობინებთ თუ არა, დეველოპერებს და ოპერაციულ თიმს ვატყობინებთ თუ არა. ასე ვთქვათ, ბიზნეს ლოგიკის მიხედვით მოვაგვაროთ ამ ნებისმიერ შეცდომის მოგვარება. კიდე ერთი უპირატესობა, რასაც გვაძლევს ეს არქიტექტურა, არის ის, რომ ტრანზიენტულ შეცდომაზე, ტრანზიენტული შეცდომა ნიშნავს ის შეცდომა, რომელიც ყისიერ დროში მოხდა. მაგალითად, რაღაც სერვისი არ არის ხელმისაწვდომი. ხშირად ხდება, რომ AWS-ის რაღაც სერვისი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი და დროებით გაითიშოს. შეიძლება იყოს, რომ რაღაც მოთხოვნა მაგალითად დროის მიხედვით მოძველდა. ყოველ შემთხვევაში ის შეცდომები, რაც დროზე არის დამოკიდებული და ღირს ხელახლა საცდელად. მაგალითად, შეგვიძლია ასეთი კომპონენტი დავამატოთ, თუ ჩვენ ეს გვჭირდება, cron error correction. ანუ ფაქტობრივად თვით სწორებადი მექანიზმი ჩავაშენოთ ჩვენ არქიტექტურაში. იმ შეცდომის მესიჯებს დავაკვირდეთ, რომელიც იწერება ჩვენი ახალი error ფუნქციის მეშვეობით. და ის შეცდომები, რომლებიც არიან ტრანზიენტული, და ჩვენ შეგვიძლია ეს ამათ კლასიფიკაცია გავაკეთოთ. შეცდომები, როგორც არის რაღაც სერვისი არ იყო ხელმისაწვდომი. სერვისები, როგორც არის რაღაც request-ს მაგალითად დრო გაუვიდე და ასე შემდეგ, რომელთა თავიდან ცდას აქვს აზრი. ჩვენ შეგვიძლია ეგეთი request-ები ავტომატურად ამოვიღოთ user-ის ჩარევის გარეშე და ვეცადოთ მათ გასწორებას. ანუ ხელახლა ცდას. არის ალბათობა, რომ რაღაც დროის ინტერვალის ან დროის გასვლის შემდეგ ეს სერვისი ისევ გახდეს ხელმისაწვდომი და როდესაც ეს მოხდება, ჩვენ შევძლებთ უკვე request-ის დამუშავებას გვიან, თუმცა ავტომატურად და ასე ვთქვათ, გასწორების დამოუკიდებელი პროცესი გვაქვს ჩაშენებული. ანუ ხედავთ, რომ ესეთი პასუხისმგებლობების დაყოფა გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი კომპონენტები ჩავამატოთ, რაც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ჩვენ არქიტექტურაში. ალბათ გაქვთ შეკითხვა, რომ კი ბატონო, ეს მიკროსერვისების არქიტექტურა, მას აქვს უპირატესობები. თუმცა მინუსებიც გააჩნია.
ჯერ ეს ერთი ვხედავთ, რომ კი თითოეული კომპონენტი უფრო ადვილი არის, და მხოლოდ ეს პასუხისმგებლობის მატარებელია, თუმცა ვხედავთ, რომ ამ კომპონენტების რაოდენობა თანდათან იზრდება. ასევე ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება გვიწევს, როგორ დავყოთ ეს კომპონენტები. ვინ არის პასუხისმგებელი მაგალითად თარგმნაზე, მაგალითად აუდიოს გენერაციაზე, მაგალითად შეჯამებაზე შედეგების და ასე შემდეგ. შეიძლება პროექტის დაწყების დროს ესეთი დაყოფა არ იყოს ჯერ გასაგები. ჯერ არ ვიცოდეთ ზუსტად რა წერტილები იქნება მძიმე გამოთვლითი კუთხით, რა კომპონენტები იქნება უფრო სარისკო, როგორი ერორები როგორ დავჰენდლოთ და ასე შემდეგ. ამიტომ ხშირ შემთხვევაში არის мотивация იმისა, რომ უფრო მარტივი მონოლითური მიდგომით დავიწყოთ. ჯერ გავიცნოთ რა ლიმიტაცია აქვს ამ თუ იმ ბიზნეს მოთხოვნას, რა სუსტი წერტილები გვაქვს და დავიტოვოთ შესაძლებლობა ვიყოთ მოქნილები. შესაბამისად, როდესაც ვიხილავთ, რომ მართლაც ღირს მიკროსერვისებზე გადასვლა, გვიღირს ეს მინუსები და პლუსები, რაც მას მოყვება, ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რომ და უფრო სწორი დაყოფა შემოვიტანოთ ჩვენ არქიტექტურაში. ანუ როგორც ხედავთ, ამოცანის და მიხედვით ასეთი custom, ანუ კერძოდ მასზე მორგებული არქიტექტურების შექმნა გვიწევს. შესაბამისად, ეს გვიმარტივებს რიგ ამოცანებს, თუმცა როგორც გავეცანით, შემოაქვს მრავალი კომპონენტი. დადებით ისგან ის უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფრის აწყობა შეიძლება დიაგრამაზე კომპლექსურად ჩანდეს, თუმცა AWS-ის შემთხვევაში ამ ყველაფრის აწყობა ძალზედ მარტივია. ჩვენ უბრალოდ გვიწევს განსაზღვროთ, რომელი კომპონენტი რას უკავშირდება. მივცეთ ამაზე უფლება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ AWS-ში თითოეულ აი ამ ISAR-ს ჭირდება უფლება, რომ აი ამ კომპონენტს აქვს კაფეო უფლება გააკეთოს ესა და ეს ოპერაცია. და რეალურად დანარჩენს AWS-ი თვითონ გიგვარებს. Amazon DynamoDB იქნება გაშვებული და მზად რომ მიიღოს ახალი მოთხოვნები. Lambda ფუნქციები გაიშვებიან მაშინ, როდესაც ეს არის საჭირო და ასოცირებული ფასიც იქნება პროპორციული მოთხოვნების რაოდენობის. თითოეული ეს AI სერვისი, რაც ჩვენ წინა ლექციაზე განვიხილეთ, ასევე შეგვიძლია გავხადოთ დინამიურად ავტომატი, რომ ისინი თუ არ გვჭირდება არ იყვნენ აქტიურები, როდესაც გვჭირდება გახდნენ და ასე შემდეგ. ანუ როგორც ხედავთ, არქიტექტურას ვხვდით უფრო მოქნილს, თავის პასუხისმგებლობის იზოლაციით და თითოეული კომპონენტის ცალ-ცალკე მართვით. ანუ წარმოგიდგენიათ, რამდენად უფრო მარტივია თითოეული ამ ლამდა ფუნქციის კოდი შედარებით იმასთან, რაც ჰქონდა თავიდან, ცენტრალური ლამდა ფუნქცია. თითოეულ ამას ლამდას გააჩნია მხოლოდ მარტივი პასუხისმგებლობა. დაამყაროს კომუნიკაცია მომდევნო კომპონენტთან და იცოდეს შედეგებს როგორ გავამკლავდეს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ეს კომპონენტები ცვალოთ, რაღაცები ამოვიღოთ, ახალი ჩავსვათ და მაგის მაგალითსაც ახლა შევხედოთ. რო შევაჯამოთ, რა პატერნებს ხედავთ ჯერჯერობით ჩვენ ასინქრონულ მიდგომაში. პირველი არის, რომ პირველ რიგში ვინახავთ მოთხოვნას მონაცემთა ბაზაში. შემდეგი ნაბიჯი არის ჩვენი მოთხოვნების, ასე ვთქვათ, გაგზავნა სწორი მიმართულებით, event bridge-ის მეშვეობით. ტრიგერ ლამდები, ანუ რეალურად ისინი იქმნებიან და იწყებენ მუშაობას მხოლოდ მაშინ, როდესაც არის საჭირო. შედეგებს ვწერთ ისევ ჩვენ ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში და შეცდომების, ასე ვთქვათ, ცალკე მდგომი შეცდომების მოგვარების კომპონენტი, რომელიც შეგვიძლია უფრო კომპლექსური დართული გავხადოთ, ან ნაკლებად კომპლექსური გავხადოთ, შეგვიძლია ჩავამატოთ ახალი კომპონენტები, როგორც არის მაგალითად იმეილის გაგზავნა მომხმარებლისთვის, თუ რაღაც შეცდომა დაფიქსირდა, იმეილის გაგზავნა ოპერაციული თიმებისთვის, თუ მათი ჩარევა არის საჭირო და ასე შემდეგ. და დავუშვათ ჩვენ აი ამ ასინქრონულ პატერნში ჭირდება ახალი ფუნქციონალის დამატება. რეალურად ვიხილავთ, რომ ეს ნაბიჯი საკმაოდ მარტივი არის. მადლობა ჩვენ პასუხისმგებლობის, ასე ვთქვათ, დაყოფას,
ჩვენ შეგვიძლია ახალი კომპონენტი უბრალოდ ჩავამატოთ ჩვენ არქიტექტურაში. დავუშვათ ბიზნეს მოთხოვნები შეგვეცვალა, დაგვჭირდა ახალი ფიჩერის დამატება, რომ ჩვენი თარგმნილი ტექსტები და გახმოვანებული ტექსტები უნდა განსაზღვროთ პოზიტიურია თუ ნეგატიური. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რევიუები და გვჭირდება მათი დაყოფა პოზიტიურ და ნეგატიურ რევიუებად. იმედია გახსოვთ წინა ლექციაზე ჩვენ ასეთი ამოცანა განვიხილეთ. Amazon Comprehend არის არსებული სერვისი, რომელიც ამას მარტივად მოგვიგوارებს. მაგრამ როგორც ხედავთ, გვემატება ახალი პროცესინგის ნაბიჯი. ახლა ვიხილავთ, როგორ მარტივად შეგვიძლია ჩავამატოთ ეს კომპონენტი ჩვენ არქიტექტურაში. როგორც აქამდე ქონდა თითოეული ლამდა ფუნქცია თითოეული სერვისისთვის, ფაქტობრივად კიდევ ერთი გვემატება. ანუ მარტივად ვამატებთ event bridge ვაყობინებთ, რომ თარგმნილი ტექსტები ან ბიზნეს ლოგიკა გვეტყვის, რომელი ტექსტების ანალიზი გვინდა დედანის თუ თარგმნილის. როდესაც ის იქნება ხელმისაწვდომი, გამოიძახებს ახალ sentiment lambda ფუნქციას. მან უკვე იცის Amazon Comprehend-თან ურთიერთობა, ტექსტს გააგზავნის Amazon Comprehend-თან, მიიღებს შედეგს, ეს ტექსტი არის პოზიტიური თუ ნეგატიური და როგორც სხვა ყველა lambda ფუნქცია, შედეგებს ჩაწერს მონაცემთა ბაზაში. ანუ ფაქტობრივად კიდევ ერთი ჩანაწერი იქნება, მაგალითად მოთხოვნის ID, ეს ოპერაცია, ეს შედეგი. მაგალითად მოთხოვნის ID 1, შედეგია სენტიმენტი არის პოზიტიური დავუშვათ. ანუ ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია n რაოდენობის სერვისი ჩავამატოთ ან გამოვაკლოთ ჩვენი არქიტექტურიდან. თითოეული კომპონენტი უბრალოდ გვიმატებს ასეთ სიმეტრიულ წყვილს, ანუ მასთან კავშირის დამყარება და პასუხების შენახვა და ჩვენ შეგვიძლია ასეთი მარტივი დამატებითი კომპონენტის შემოტანით მთელი ახალი ფიჩერი დავამატოთ ჩვენ პროდუქტს. კარგი არის ის, რომ მადლობა ჩვენ ისტორიულ რეკვესტების ან მოთხოვნების ლოგს, თუ საჭიროა, ჩვენ შეგვიძლია ისტორიული რეკვესტებით დავამუშავოთ და ჩავამატოთ Comprehend-ის ფუნქცია. ანუ ფაქტობრივად გვაქვს საშუალება, რომ ისტორიული მონაცემებით დავამუშავოთ, რახან ახალი ფიჩერი დავამატეთ, შეიძლება გვსურდეს, რომ ძველ მოთხოვნებზეც იყოს ის ხელმისაწვდომი. და ესეთი დამოუკიდებელი პარალელური პროცესი შევქმნათ, რომ ის რეკვესტები, რომლებსაც ჯერ სენტიმენტი არ აქვთ გამოთვლილი, წამოვიღოთ და დავამუშავოთ. ანუ ეს იქნება ესეთი დამოუკიდებელი ასინქრონული პროცესი, რომელიც აი ამ ახალ გამოთვლას დაგვიმატებს მონაცემთა ბაზაში. ანუ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად შევძელით ახალი ფუნქციონალის ისე ჩამატება, რომ ისტორიული მოთხოვნებით დავამუშავეთ, მომავალი მოთხოვნებიც უკვე ახალი ფიჩერით იქნება წარმოდგენილი და გვაქვს საშუალება ეს დინამიურები ვიყოთ და ახლა ჩავამატოთ და გამოვაკლოთ ფუნქციონალი ისე, რომ მთლიანი არქიტექტურის შეცვლა არ გვიწევდეს რეალურად. აი, ხედავთ რეალურად რამდენიმე ასეთი გადამწყვეტი გაკვეთილის გამოტანა შეგვიძლია ამ მიდგომისგან. ერთი, რომ პროცესები შეგვიძლია იყოს ასინქრონული, არაერთმანეთზე დამოკიდებული, რომლებიც ერთმანეთს შეატყობინებენ, როდესაც ისინი მიაღწევენ რაღაც სტადიას, იქნება ეს ამოცანის მიღება, ამოცანის დასრულება, ამოცანის შეცდომით დასრულება და ასე შემდეგ. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყოველი ნაბიჯი შევინახოთ მონაცემთა ბაზაში, იმისთვის, რომ როდესაც შეცდომა დაფიქსირდება ან მოხდება, გქონდეს ეს ისტორიული ჩანაწერი, გქონდეს საშუალება, რომ ეს შეცდომა გამოვასწოროთ, თუ არის შესაძლებელი, ან გამოვიძიოთ დეველოპერის ან ინჟინრის მიერ უკვე post-factum, ანუ მომავალში. და რეალურად გვეძლევა საშუალება, რომ შევამციროთ გრძნობიარე და სარისკო კოდის რაოდენობა. ანუ რეალურად ჩვენ აქ რა კოდის დაწერაც დაგვჭირდა, მთლიანად იყო ბიზნეს ლოგიკა.
მონაცემები სად გავგზავნოთ, როგორ გამოვიყენოთ შედეგები, სად ჩავწეროთ და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, და ისეთი ტექნიკური კოდი, როგორც არის კომპონენტებს შორის კავშირი, ცვლადების ერთმანეთთან თანხმობა და ასე შემდეგ, გვიმარტივდება, ცენტრალიზდება და გვეძლევა საშუალება, რომ Amazon-ის გამოყენებით უფრო მარტივად შევძლოთ ამ ამოცანების იმპლემენტაცია. რეალურად ვეროთ უფრო მარტივი ხდება ასეთი პატარა ლამდა ფუნქციების კონტროლი, რახან მათ აქვთ იზოლირებული მცირე პასუხისმგებლობა და მიყვებიან ერთნაირ პატერნს, რაც არის შესაბამის შემთხვევაში ცენტრალურ სისტემას მიმართავენ და გვეძლევა საშუალება, რომ ვიყოთ მოქნილები არქიტექტურულად. უნდა აღვნიშნო, რომ ეს მოქნილობა ძალზედ ფასობს. მოთხოვნები, ფიჩერები, პროდუქცია ყოველთვის იცვლება, ახლები ემატება, ძველები შორდება. რაღაც ფიჩერის deprecation შეიძლება დაგჭირდეს, graceful deprecation, მაგალითად თანდათან ამოღება, ან თანდათან ჩამატება. აი ესეთი მიკროსერვისების არქიტექტურა გვაძლევს საშუალება, რომ ეს ამოცანები საკმაოდ დინამიურად გადავჭრათ. დამატებით მასალაც დავურთე დღევანდელ ლექციას. ეს მოიცავს როგორც AWS-ის მაგალითებს, როგორ შეგიძლიათ მაგალითად აი Dynamo Streamer-ის შექმნა, რაღაც სამაგალითო პროექტის ჩაალმატე, როგორ შეიძლება მაგალითად URL shortener-ის იმპლემენტაცია. თუმცა ეს არის უკვე AWS-ზე ფოკუსირებული პროექტები. მე განზრახ არ გაჩვენეთ თვითონ კერძოდ კოდის მაგალითები, იმიტომ რომ ეს უკვე კერძოდ AWS ეხება და მის ტექნოლოგიებს და სერვისებს, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ, შეიძლება არა. შეიძლება სხვა cloud provider-ი გამოიყენოთ, შეიძლება თქვენი გადაწყვეტა მთლიანად on-prem და custom იყოს. დღეს რაზეც მინდოდა ფოკუსი, ეს არის თვითონ ესეთი არქიტექტურული მიდგომა, სადაც შეგვიძლია პასუხისმგებლობები დავყოთ და უფრო ეფექტურად დავშალოთ ჩვენი მოქმედი კომპონენტები უკვე იმის და მიხედვით, რა ამოცანის და ფიჩერების გადაწყვეტა გსურს. ასევე დავურთე ლინკი AWS Serverless გვერდზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე სამაგალითო პროექტი. იგივენაირი მიდგომა შეგვიძლია თითქმის ნებისმიერ ამოცანას მოვარგოთ. ერთ-ერთი რაც შეგვიძლია, შეგვიძლია შევხედოთ, არის ეს მოქმედი კომპონენტები. ჩვენ შეგვიძლია აქ ჩავანაცვლოთ და ჩვენი უკვე სპეციალური მოდელი გამოვიყენოთ, ჩვენ შეგვიძლია დიდი ენობრივი მოდელი გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. ეს კომპონენტები არის ადვილად ცვლადი და ჩარჩო, როგორც წესი, ძირითადად რჩება იგივენაირი. კეთილი. შემდეგ ლექციაზე ჩვენ განვიხილავთ კერძოდ AWS agents, ანუ აგენტის შექმნის შესაძლებლობებს. შევქმნით ესეთ სამაგალითო აგენტ ფუნქციას. გამოვიყენებთ როგორც იმ კომპონენტებს, რომლებიც აქამდე ვისწავლეთ, ასევე გამოვიყენებთ ამ ასინქრონული არქიტექტურის პარადიგმებს, რომ უფრო ეფექტურად შევძლოთ ასეთი მძიმე პროცესინგის ოპერაციები ეფექტურად ჩავატაროთ. იუზერიც ყავდეს გათვითცნობიერებული, რომ მათი მოთხოვნა მუშავდება. პროგრესზეც შეგვიძლია, ანუ შედეგები შეგვიძლია თანდათან მივაწოდოთ, არ ვალოდინოთ მას საბოლოო შედეგამდე. და შესაბამის შემთხვევაშიც უფრო ეფექტურად შევძლოთ, როგორც შესაბამის გამოსწორებაც, ასევე ინჟინერისთვის უფრო მარტივი გავხადოთ პრობლემის მოძებნა, დებაგინგი და ასე შემდეგ. ანუ როგორც ხედავთ, ასეთი მარტივი არქიტექტურული გადაწყვეტილებით პარალელურად რამდენიმე ტიპის ამოცანა გადავჭერით. კარგით, დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის. ისევ და ისევ ყველა ეს მასალა იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი. თუ რამე კერძო შეკითხვა გექნება, შეგიძლიათ ყოველთვის მომმართოთ. სამაგალითო პროექტებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ამოცანებისთვის და სასწავლებლად და წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა და სასიამოვნო საღამო გისურვოთ.